რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში ფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია ონში, ცაგერსა და ლენტეხში. წლის ბოლომდე დასრულდება ამბროლაურშიც. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში სატყეო სამსახურების გაძლიერებისა და მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით აშენდა ახალი შენობები, გარემონტდა და აღიჭურვა ოფისები 9 რეგიონში. სატყეო სამსახურების გაძლიერებისა და ინსტიტუციური განვითარების მიზნით მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით საქართველოს ყველა რეგიონში აშენდა ადმინისტრაციული შენობები, რაც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტყესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გამარტივებას.